მოგესალმებით, ვიწყებთ განაცემას ძიმეკასთან. დღეს ჩვენი სტუმარია მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდაზე, ქართული ოცნებიდან ლადო კახაძე, როგორ ბრძანდებით? მადლობა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა, რომ მოგბრძანდით. პირველად როგორ მოხვდით პოლიტიკაში, ვინ შემოგთავაზეთ პოლიტიკაში ჩართვას, სუპირველად? პოლიტიკაში 1995 წელს იყო ასეთი ორგანიზაცია შევქმნით ჩვენ მოძრაობა. საქართველოს ოჯახთა აღორძინების კავშირი. მრავალშვილიანი დედების თემა იყო და მიქ იყო როგორც საკონსულტაციო საბჭო, მე აღმოჩნდა რომ მე როგორც იმ სპეციალობის ექიმი, რომელსაც ძალიან მჭიდრო კონტაქტი მქონდა ამ საკითხთან, აღმოჩნდა და აღმოჩნდა რომ სიაშიც აღმოჩნდი. სულ რამდენ პარტიასთან თანამშრომლობდით? იქა საკრებულოში. ზოგადად თქვენი კარიერის განმავლობაში. მე როგორც პარტიის წევრი არსებობს არ ყოფილა. არა? არა, არც კომუნისტური პარტიის წევრი იყო, თუმცა მევალებოდა. მაშინ იყო ასეთი რომ წარჩინებული სტუდენტები, ეხლა მე ლენინური სტიპენდიანი ვიყავი, 6000 სტუდენტი იყო სამედიცინო ინსტიტუტში და ერთი ლენინური სტიპენდია. და ეს ლენინური სტიპენდიის მიღება ბევრი კომპონენტი შედგებოდა. ძირითადი სწავლა, მე სამეცნიერო მუშაობა და მე საზოგადოებრივი აქტიურობა. ეხლა მე იქაც სამიდან მქონდა რაღაც ჩემი პატარა მონაწილეობა, თან ხელოვანი ვიყავი, ცეკვავდი და საკმაოდ წარმატებულად, თუმცა ინსტიტუტის გამო ბევრ მოგზაურობაზე უარი მაქვს ნათქვამი საზოგადოებაზე და საქსოხიშვილის ანსამბლში ცეკვავდი იმ პერიოდში, მაგრამ იძულებული გავხდი რომ ცეკვისთვის თავი მიმენებებინა, იმიტომ რომ მიუხედავად დიდი ხიბლისა რომ წასულიყავი ავსტრალია, იაპონიაში და ყველგან, თუმცა ბევრ ქვეყანაში ვიყავი. ძალიან ბევრში მე მომიწია ამაზე უარის თქმა. და ვიყავი, ამიტომ მე ესე მოთხოვნა იყო იქ წარჩინებული ადამიანები კომუნისტურ პარტიას ეს ჰქონდა. რომ ისინი ჩვენი რიგებში უნდა შემოსულიყვნენ. არ შეხვედით კომუნისტებთან? არა, არ შევედი. არანაირად, ამას თავის მიზეზები ჰქონდა. მე ბებია ჩემი ეს სიმხთის წარმომადგენელი, რომელიც 1921 წლის 25 თებერვლიდან დააქციეს, დაინგრა, დახვრიტეს, მოსვეს ფიზიკურად და ეს მე ნელა-ნელა მე დაიტვირთა. მე პიონერიას გავიარე, კომკავშირიას გავიარე, მაგრამ პიონერის ხელსახვევით რომ მივირბინე ერთხელ სახში და ბებია ჩემისთვის მინდოდა მიმეხარებინა, შევატყო რომ კი გაიღიმა, მაგრამ ცრემლით შევაწყე რომ იმან ვერ ამიგძალა ესე იფიქრა რომ მე კარგად ავეღობო. ძალიან დიდი თავგანწირვა იყო იმ თაობის მიერ, ჩემი თაობის გაზდა. მაგრამ შეგნით მე ნელა-ნელა მე წანწერები, წერილები, იმ ადამიანის სურათები რო იკითხა ვინ არიან და ეს სად არის და დახვრიტეს რამდენი წლის და 25 წლის, 24 წლის ეროვნული სულისკვეთები და ეს იყო ჩემი ძალიან დიდი ტრავმა და პროტესტი იყო ზუსტად რომ მე უთხარი მზად არა ვარ და ალბათ ვერ ვიქნები მზად რიგებში მოსაკვირად და იქიდან დაიწყო რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, როგორც პარტიას მე შეიძლება ვეთანამშრომლო უამრავ ადამიანს, მათ შორის მტერსაც. მაგრამ პარტიის წევრი არ გავხდები. ეს იცის უყოლამ. კი ბატონო, აი 2016 წელს აიღეთ 618 ხმა მთაწმინდაზე. ეხლა რამდენს გეგმავთ და რის ხარჯზე გაიზრდება ეს ციფრი? ხო, ეხლა 618 ხმა რა არის? 618 ხმა თუ არის იმათი ვისი შვილები და შვილიშვილები მე მიმეხარებია, მაშინ 618 კი არ არის, 600,000 ხმა არის ეს. ერთი კაცის დაბადება 1000 კაცზე მეც უდრის და ეს სიცოცხლის მანიშნებელია. მე ეს იმ პერიოდში როდესაც მე ერთი დღე გარეთ არ გამოსულა, ერთი დღე ესეც პროტესტი იყო. ამიტომ მაჟორიტარად რო გაყენეს პარტია, მაშინ იმ პარტიის როგორ გითხრა შიგნიდან კონსტრუირებას უნდა ეთანხმებოდე და იქ რაღაცა გზები გაიყო ჩვენი. სამწუხაროდ გაიყო, ჩემთან იყო დარღვეული. ბურჟუაზიის პარტიასთან? ორი პირობაა დაირღვა ჩემთან, იმიტომ ჩემი იქ ჩემი პირდაპირ მისვლა თუ ეს იქნებოდა, იქ იყო ასეთი რამ. საქართველოს განვითარების ფონდი. ეს იყო სასწაული მოძრაობა, სადაც საზოგადოებრივ განათლება მიღებული ძალიან ბევრი ახალგაზრდა აქაური პოტენციალი, შესანიშნავი პოტენციალი კიდევ უსამხას და არასმულნი იყვნენ, რომ შეესწავლათ ეს პრობლემატიკა ყველა დონეზე, ინფრასტრუქტურულ, ფინანსურ, ეკონომიურ, სოციალურ, უსაფრთხოების, სამეზობლო პოლიტიკა, საგარეო, ეს იყო ძალიან კარგი მასალა დაწყობილი და მე იქ ჩემი პოზიციით მივედი, მე ვუთხარი, რომ მე გაგიმზადებ თქვენ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამას. კორექცია შევიდათ. მე მომწონს რაღაცები, რომ იქიდან დაწყებული როცა პირველი რეფორმები გატარდა და იქ
დიდი დარტყმა მიიღო მაშინ ჯანმრთელობა მოუმზადებელი ძალიან და ბევრი რისკი აიღო თავისთავზე და პაციენტსა და ექიმის შორის დაპირისპირების ბევრი საფუძველი შეიქმნა დაჩქარებად ანუ ჩვენ თავზე ჩვენ დაგვავალდებოდეს რეფორმა აქედან დაიწყეთ კულტურაში დაიწყეთ მედიცინაში დაიწყეთ არა პოლიტიკა არა სხვა მიმართულებაში და ეს გამოსილება არსებობდა ამიტომ ის მექანიზმი ის იერარქია სამედიცინო ადამიანთან ექიმის მისვლის პროფესიული დახმარების სამედიცინო პროფესიული დახმარების ორგანიზაციული კუთხით ეს საკითხები მქონდა და მეთქი ამას მე ჩემ წილს შემოვიდა მაგრამ ეს უნდა იყოს ოპოზიციური აზრი ოპოზიცია და ეს იქნება ოპონენტი კეთილი განწყობილი ოპონენტი რომელიც დისერტანტს ეხმარება რომ ამ თემაში აქ სუსტი ადგილია და ეს ამოასწროს და ჩავარდა ინიციატივა ეგ ინიციატივა მე გადაიზარდა იმაში რომ მე გავედი მე კიდე მქონდა დიდი გამოცდილება თვითმმართველობის დიდი გამოცდილება საქართველოს თვითმმართველობის პირველი თვითმმართველობითი ასოციაციის პირველი პრეზიდენტი ვიყავი 1031 თვითმმართველი ორგანოს ნებელობის გამომხატველი ორგანო იყო ესა რომელიც ითვალისწინებდა სოფლის პრობლემიდან დაწყებული დედაქალაქი დამთავრებული აქაც არსებობდა ჩემი პოტენციალი და ამ პოტენციალის რეალიზაციის ბაზა ანუ საქართველოს განვითარების ფონდი ხიბლია მაგრამ როგორც კი პოლიტიკურად ანგაჟირებული თემა წამოვიდა წინაპლანზე რომელსაც მე არ ვემხრობოდი არც ერთ შემთხვევაში მან ყველა მიცოდა და ყველა გამონათქვი იქ ახალგაზრდა ფთარი რომელიც თამამად იყო შეიძლება ძველგაზრდებმა მოარიდონ ამის ახალგაზრდები ითქვიან ყოველი ჩემი ლაპარაკი იწყებოდა მე ლაპარაკობ თემის გარშემო და არა პოლიტიკური ანგაჟირების გარშემო თუ თქვენ ჩემი ლაპარაკი არ მოგწონთ მაშინ მე არ ვილაპარაკებ და ტელევიზიაში ერთხელაც კი არ გამოსულვარ იმიტომ რომ ალბათ იცოდნენ რომ მე ამას ვიტყოდი ისე როგორც ეხლა გილაპარაკები და მადლობ ამისათვის რომ გადასარევ პირობას მიქნი რომ ეს ყველაფერი გავაჟღერო ზუსტად ისე როგორც იყო და ალბათ მე ხარ მიქნა მექანიკურად წამოსვლა ჩემი იქნებოდა მე დაბრალების ცდელობა როგორც ზოგიერთმა გარკვეულწილად დამამბრალეს ლეიბორისტებმა დამამბრალეს ერთ პერიოდში ჩვენ გადახტავ გადმოხარსა და არ წასულა არ გადავხტომა ჩემი პრინციპები არ დამეტოვებია თვითონ დაეშალა პარტიები თვითონ მე რა ერთ კაც რა უფლებ როგორ შემიძლია პარტია დავშალო ან ერთ კაც რა შემიძლია მაგრამ სათქმელათაც არ დაუტო ის გამოსილება არსებობდა და ამას ბოლომდე შევჭი მაგრამ ერთი დღე არ გამოსულა რაიონში აი თქვენ მაგ პარტიას შეწირეთ 60,000 ლარი როგორც თქვენი ფული შეწირეთ? ეს ჩემი ფული როგორი მე კიდევ ვალი დარჩა ჩემი. მე იმ ფონდში მუშაობის დროს მე სამსახური მოვალეობას ვასრულებდი, პროექტი ფასდებოდა და ეს პროექტი მე ჩემი მეთქი რომ არავის ვალი მე არ მჭირდება. ვალად აღებული ფული და უგადაუბრუნე ეს ფული. ხელფასად აღებული რაც მე უნდა ამიღო ეს ფული. ანუ თქვენი ხელფასი შეგროვდა 60,000 და უკან მიეცით. იბატონო. არის თუ არა თქვენი აზრით აბორტი მკვლელობა? აბორტი არის არანაყოფის მკვლელობა, მარტო დედის მკვლელობაც. ამას ბევრჯერ გავხსენი და ეხლა აქ კიდე განსხვავებული ყური იმისმეს. ამას უსმენს ჩემი შვილიშვილების თაობა და არც ეს გადაცემას არ ტოვებს შენსას და მეც არ ტოვებ მართალი გითხრა. სტუმრები ძალიან მომწონს ეს დიალოგის ფორმა. თავისუფალი დიალოგის და ეხლა ისინი უსმენენ ჩემი ნიკოლოზი და ანდრია და მათ თხოვეს რომ აი ყველა ის შეკითხვაზეო ჩვენ რო გელაპარაკები აბა ყველას ჩვენ თაობას ერთად გაგვეცე პასუხი. დიახ, ავხსნი ამას. ქალი როცა ორსულდება ის ახალი ცილა ყალიბდება მამისა და დედის როგორ ვთქვა ისტორიული და განუმეორებელი შერწყმის ერთი და განუმეორებელი მეორე ორსულობა მეორე მოხდება ის კი განუმეორებელია ერთი შემთხვევა ის ადამიანი ყველა ადამიანი ერთი და განუმეორებელი ამიტომ ეს მოხდა მაგრამ ეს უკვე ის სხვა ცილა რომელიც არც დედის არ არის არც მამის მარტო და ის საერთო ამიტომ რახან ადამიანი დაიბადა და უფალმა ქალს დააკისრა სიცოცხლე გადამირჩინე და შენი მსგავსი შვილი იმიტომ რომ ჩვენ ციკლი არ მოგვერიოს დედის სხეულში წარმოიქმნება უამრავი იმუნური ჯარისკაცი რომელიც გამზადებულია 280 დღე და ამდენი ხანი გრძელდება მუცლადყოფნა ნაყოფის მეტნაკლებობით ფიზიოლოგიურ ორსულობაზე ლაპარაკობ მე არ ვამბობ თვითნებით აბორტებზე და რაღაცა გარემოებთა გამო ხელოვნური შეწყვეტაზე და ეს იმუნური ჯარისკაცები იცავენ დედას და მომავალ ნაყოფს ჩანასახიდან ემბრიონიდან უკვე დასულ ნაყოფამდე რომელიც უნდა დაიბადოს რომ მის გადარჩენაზე იზრუნოს ანუ აბჯარი იარაღი ასხმული აქვს და ყველაფერს აკეთებენ ეს იმუნური ჯარისკაცები რომ უზრუნველყო მშვიდობიანი ჯანმრთელი მოვლინება ამ ადამიანს აბორტის დროს რა ხდება ეს იმუნური ჯარისკაცები ჩებიან ფუნქციის გარეშე და ებრძვიან დედას დედის ცენტრალურ ნერვულ სისტემას, დედის საკვერცხეს, დედის სარძევე ჯირკვალს, დედის თირკმაზე და ჯირკვალს, დედის ფარისებურ ჯირკვალს და ხდება დედის მკვლელობა. ამიტომ ეს მკვლელობა პირდაპირ მნიშვნელობით არის ჩანასახის, მაგრამ დედის ნელა-ნელა მკვლელობა და გოგოებს ყველა ასულს, ყველაზე ლამაზი შესახედი ორსულია, ყველაზე დიდი ფუნქცია ქალს აქვს. ასულს აქვს ყველაზე დიდი ფუნქცია და მათ მეუბნები რომ თავს გაუფრთხილდით. იმიტომ რომ არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება შესაძლებელია, ოღონდ ვეტოთი დააგრძელვით კი არა.
რომელსაც მე არასოდეს არ დავეთანხმები. მე ჩემ კაბინეტში შემოდიხარ პირველი რა სერია, შემოდიხარ პირდაპირ ამას ეფეთები. უარი აბორტს და უარ შენეუნები. არა სხვა გაკეთებინებს, სხვა გაძალებს. უარი როგორ შეიძლება განათლებით. ახლა მოუშვას შენ გადაცემას. მართლა დაინტერესდებდა. მე გადამამოწმებს, ჩაიხედავს, იმუნურ სისტემას გადახედავს, თავის ისტორიულ წარსულს, თავისთავად შეაფასებს როგორც პოტენციურ დედას და მიხვდება, რომ არა, რასაკვირველი არსებობს უამრავი გზა, რომ მე არასასურველი ორსულობა თავიდან ავიცილო. და აი ეს არის განათლება ზუსტად, რომ შენი თავი არ ჩააყენო კრეხელის როლში, არც საკუთარი თავი არ იმდო და არც ვიღაცა მარდაგაბრალოს უფლისმიერ მონიჭებული სიცოცხლის კვლელობაში. ეს არის ჩემი ცხოვრება, რასაც მე შევალიე, თელი ჩემი ცხოვრება სამიანო გინეკოლოგიური სკოლიდან დღევანდლამდე და ამას წინუძღოდა მიხეილ გიგინეიშვილი, ჩემი გამზრდელის ერთი შეგონება. ჩვენ ძალიან ახალგაზრდები ვართ, მე სტუდენტობიდან იმ კათედრაზე ვიყავი და მე იმ კათედრაზე მოხდი როგორც კლინიკური ორდინატორი, ანუ ეს იყო სამეცნიერო ეტაპი, მე მოხდი როგორც მისივე დავალებით სტუდენტთა საკონსტრუქტორო, სამეცნიერო საკვლევი ბიუროს ხელმძღვანელი, ჯგუფის ხელმძღვანელი, ბევრი სტუდენტები მყავდა, რომელთაც დღეს აკადემიკოსები არიან და მან მითხრა მასში, სისხლში ხელი არ დაისვარო. მე გაუცებელ მომთხარ, რას ქვია მიხეილ სამცველის ორსულობის დროს იმდენი სისხლია, ჭიკვარი გალავეს, არა, ეს სისხლი იბანებაო. აბორტის დროს დასული სისხლით არასოდეს არ მოგცილდება. ეს იყო შეგონება, როცა მე ვიყავი ჯერ კიდევ სტუდენტი. იმას ბოლომდე ვაკეთებ. როგორც ექიმიც, აი შენი გადაცემის მეოხებით ვცდილობ ეს კიდე ასეთი ფორმით მივაწოდოთ ჩემს სენორს. ბატონო, დღეს მედიცინაში ფართოდ იყენებენ მარიხუანას უკვე ცივილიზებულ ქვეყნებში. საქართველოში ამის გამო დევნიან ადამიანებს. უნდა დევნიდნენ თუ არა თქვენი აზრით? გენიალური შენ გასულ ჩემი გამოსვლები და ტელევიზიაში და ძალიან დიდ დებატებში. მე ვამბობ, ნარკოტიკებს ხელი არ მოგიდოთ. ნარკოტიკები ეკუთვნის ექიმებს. ექიმა უკეთიცის სულის დანიშნავს, დამთავრდა. ეს თვითმკურნალობის საგანი არ არის ნარკოტიკები. ნარკოტიკის მოხმარების გამო ადამიანი არ უნდა იჟებოდეს. ეს სხვა თემა არის. თუ ის მას ჩემი მე ვიცი რომ ნამდვილად დაავადებას გამოიწვევს. იმიტომ რომ თუ ეს მას არ ჭირდება, თუ ეს ექიმის მიერ არ არის გათვლილი, თუ ეს ცენტრალური ნერვული სისტემის მომწესრიგებლად ფუნქციად არ აქვს, თუ ეს ტკივილ დამაკუჩებლად არ აქვს, თუ ეს მისი ონკოინკურაბელურ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენო და მხოლოდ რელაქსი არის მოდაში ახლა ხო? რელაქსის სხვადასხვა ფორმები არსებობს და აქ მინდა თვითმკურნალობით გამოვიყენო, მან არც დოზირება არ იცის, არც საკუთარი პოტენციალი შესწავლილი არ აქვს ორგანიზმის, არც მჟავეთუნობა ინტერნაციონალობა განსაზღვრული აქვს და შეიძლება შეეწიროს ამას მომზადებელში. ეს მე ისევ დაცვის მექანიზმს ვამბობ. მაგრამ აქ მეორე საკითხია. მე მოხმარებას მოიხმარა კაცი და მე ექიმი ვარ, როგორ მის დაიჯა როგორ შემიძლია. მე როგორ დავжи მას. ან როგორ გავივლებ გულში. მე იქ უნდა დავუდგე და მის გადავარჩინო, მის გვერდზე დავდგე, ან ურჩიო, ან დონორი ვარ. ანუ ინფორმაციული დონორი, ცხოველური დონორი, გამოცდილების დონორი და ბოლო-ბოლო წამლობა. და ჩემს გათვალისწინებით მე ძალიან ბევრი მყავს ასეთი შვილების თაობიდან და შვილიშვილების თაობიდან, რომლებიც ჩემთან თვითონ მოდიან, თავისუფლებს არ ეუბნებიან და იმ გაჭირებაში მე შევხედები ვარ მაგათ. მაგრამ კითხვა მებადება, შენთან მე რომ მოდის, შენთან საიდან მოხდა ნარკოტიკი? აი? ნარკოტიკი ლეგალური ხო არ არის? გვინდა საიდან მოხდა მაღაზიაში იყიდი. კითხვა ჩდება, ამიტომ თავს ნუ ჩაიგდებ უხუმ მდგომარეობაში მეორე კუთხით ვეუბნები, შენ რომ ნარკოტიკს მითქვი რომ მე აი და როგორ დამში, მაგრამ ის გეტყვი შენ სად შეიძინე, ან დაასახელე სად შეიძინე. თქვენ თუ გაქვთ გასინჯული? არასოდეს. არა. არასოდეს, მაგრამ ექიმებზე ამბობენ რომ მოიხმარენო ხშირად მძიმე ნარკოტიკს. არა მარტო ექიმები, მე კიდევ ერთხელ მე უამრავი მეგობარი მყავდა, რომელიც გეტყვი ახლა ჩემი შესაძლებლობა რაც არის და როგორც არის შეფასებული მეგობრებისა და უფროსთა უმცროსთაობის შესაბამისად, ან პროფესიული შესაძლებლობა, ან სახელოვნური, ან სპორტული შესაძლებლობა, ან და აი ეს ჩვენი კომუნიკაციური ურთიერთობა, ამაზე 1000-ჯერ ძლიერები. აი მე რაც ვარ, იმათი ნატერფალის ტოლფასიც კი არ ვიყავ, ისეთი გონიერების ადამიანები იყვნენ, ისეთი. მაგრამ მათ ხელი შეუშალათ მაგ საქმე. კი ბატონო. იცი რატო და მე იმას ვნანობ რომ დავკარგე ძალიან არა მარტო ფიზიკურად. ფიზიკურად მარტო მე კი არა მისმა ოჯახის რამე დაკარგა, მეცნიერებამ დაკარგა, ძალიან ბევრი რამე დაკარგა. და ამას ვნანობ. თუმცა არის ისეთები, რომლებმაც დედამიწას დაუმტკიცეს რომ ნარკოტიკი როცა როგორ აშინებენ, შენ თუ ნარკოტიკს თავს ვერ დაანებებ, იმათად დაამტკიცეს რომ დაანებება შეიძლება და ის ტკივილის შიში რო აი შენ აბსტინენციაში მოხდები და ტკივილი მოკლავს, მათმა ეს გაანოლეს. სოფლიოს დაუმტკიცეს რომ რეალურია და დღეს აკადემიკოსები არიან. ამიტომ ყველას ვეუბნები, აი ამ კიდევ ერთხელ ყველასათვის ძალიან ადვილად მისასვლელი სიტყვები და ამ გადაცემიდან, რომელიც არ ამ გადაცემებს არ ეკეტებიან. ზურგით არ უდგებიან შენ გადაცემას, ყოველთვის ღიად უსმენენ და არც პოლემიკობენ, იმიტომ აი მათ სათქმელს ვლაპარაკობ ჩვენ მოდიფიცირებული ფორმით, ხო? აქედან თავაზობ მათ, რომ
ხსნა თქვენშია. არავინ არ მოგატყოთ, რომ ნარკოტიკის მოხმარების შეწყვეტა თქვენ სიკვდილს გამოიწვევს. ან თქვენ ისეთი ტკივილი გეკნებათ, რომ ან და ისეთი ფობიები და რომ ამირა გამოსავალი არსებობს და ეს პოტენციალი უხომად თქვენ twins მისცა. ბატონო. რა არ მოგწონთ ქართული ოცნების მმართველობაში? ეხლა მოდი შევხედოთ ასე რა მე ვარ ხელოვანი იმ გაგებით რომ ვიცეკვე ძალიან ბევრი. და ვიცეკვე ისეთი უმკაცრესი პედაგოგიდან გავიზარდე, როგორც იყო თამაზ გოგიტიშვილი, აცხადა მის სული ღმერთმა. გოგო მანჯგალაძე, ვინც მოქართულებს დიდად და განუმერებლად, მან იმის ნათქვამია, რომ მე ქართული არწივივით უნდა გამოვიდეს, გნოლი გამოიცეკოს, მაგრამ გნოლს არავინ არ მიაკაროს, თვითონაც არ მიაკაროს, ფთა არ შეახოს და ისე მოაწონოს თავისთავად, რომ მანაც აგიქვას და იმ დარბაზმა, ვისაც წარუდგინე შენი პარტნიორიო. ამიტომ ბევრი რაღაც და ბოლოს დაგვირგვინდა ნინო რამიშვილი და ელიკო სოხიშვილი. ეს იმ ადამიანები, რომელსაც აი ჩემთვის მეტრები დარჩებიან ყოველთვის და ეს იქნება მწვერვალი. ნინო რამიშვილმა იცოდა, ვისაც კარგად იცეკვებდი და მოეწონებოდა ნამდვილად და გეტყოდა ყოჩახ. იმ რუსულად ითქვა ხოლმე, მალაძეც. ყოჩახ, მაგრამ შენ უფრო მეტი შეგიძლია. გესმის? ჯერ შეგაკებდა სტიმულს მოგცემდა და იქვე გეტყოდა, მე შენ უფრო კარგად გიცნობ, უფრო მაგარი რესურსი გაქვს, უფრო მეტის გაკეთება შეგიძლია და აი ეს იყო ყველაზე დიდი რამე. აი მე აქ დავინახავ, რომ მეტის გაკეთება შეუძლიათ. და მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობრივი ურთიერთობა და ამის გარეშე ასეთი პარტია არ არსებობს და თუ პარტია ამას აღიავებს, თუ პარტია ამას არ უშინდება, თუ პარტია კიდევ ერთხელ დინარე ხო ქლორით არ იწმინდება. დინარეს ქლორით ვერ გაწმინდა სიცხულია, დინარე თვით გაწმენდით იწმინდება. ის ქვაზე შეხეთქებით, იქ ხავზე გაივლის, იქ დორე ეს წვიმის დაენამტე უამრავი რამ არის ბუნებრივი და ყველა პარტია, მე მარტო მოსელმას ყველა პარტიას მიმართავ აქედან, იმიტომ ნუ შეგეშინდება თქვენ პარტიებშიც იქნება ცვლილებები და უნდა გაკეთდეს აუცილებლად და თვით გაწმენდის გზით და იმისი რომ აი დღეს ამას ითქვის, ის ხვალ ითქვის, ითქვან ეს ამით თქო ისასწავლებელია და ამაში თусმე ვერაფერს ვერ ხედავ. კი ბატონო. ისე როგორც ექიმებს ეხა ჰიპოკრატეს ფიცის შემსრულებლები ვარჩენ თეთრ ხალათიანები, მაგრამ ერთმანეთს ბევრ შენიშნებს ვაძლევთ. ყოფილა ასე მეც მიმიღა ბევრი შენიშნა და მეც რეკომენდაციები გამიწევია სხვებისათვის. ეს ისე უნდა მოხდეს, რომ საერთო საქმე არ წააგოს. კი ბატონო. ლექსებსაც წერთ როგორც ვიცი. კი, დიდი ხანია. თქვენი საყვარელი ლექსი რომელი? საერთოდ? ჩემი ლექსები და ჩემი ლექსები. არა, ზოგადად, რომელი ლექსი გიყვარს? ეხლა მე როცა მჭირდება შოთა რუსთაველიდან დავიწყებ ვაჯებ შაველათი და მე აქეთ რო გადმოხვდები და მუხრა მაჭავარიანი და აგერ ვახტანგ ჯავახაძე რა მოგორ გითხრა აბა საათი მომბალებაინზე როცა რამე მიჭირს მე იმათანა ვარ როცა მიჭირს თქვენი ლექსებიდან რომელი რამე პატარა ნაწყვეტი რო გითხრათ? ერთ ლექსი ვიტყვი საერთოდ თუ გინდა. კი ბატონო. მარადიშობის კანონი ქვია ამ ლექსს და რომელიც დაიწერა კომუნისტების დროს ძალიან დიდი ხნის. მე მაშინ ძალიან პატარა ვარ, სადღაც 23-24 წლის ბიჭი. დომინირებდა კანონი ერთი და დაგცინოდა მაღლიდან ღმერთი. რადგანაც მშიერს მაძღარი სემდა და ღარიბ ღატაკს დიდარი ყლებდა. გავიდა დრო და იცვალა წესი. ერთხელ კი არა იცვალა 5 ჯერ. ყველა მათგანის ერთია ფესვი. შეულება ხომ მტკიცია რჯულზე. მითომა სწორედ უცვლელი რჩება. ძველის ადგილას ახალი ცდება. დომინირებდა კანონი ერთი და დაგცინოდა მაღლიდან ღმერთი. ეს პროტესტია, ლექსი საერთოდ პროტესტია. ლექს ადამიანი წერს მაშინ რომ ესაც საკუთარი თავის მინდობა სიტყვასთვის რა გარეთ რო გამოხვიდა შენი ხმამაღალი სიტყვა თქვა გაბრაზზე ვიღაცა შეიძლება უდროოდრო შეურხიო ყური. შენ დაწებ და დატოებ და მე ვიღაცა წაიკითხავს და მატრიცასავით მოერგება. იმიტომ არის რომ ეს გენიოსები ეხა მე ვერ ვიტყვი რომ მე რამე ისეთ ვწერ რომ აი მაიზამი ჩემ მატრიცაზე ბევრი ადამიანი დაიჯდა როგორც თაფლის საკეთებლად ფუტკარი ყვავილზე, მაგრამ ვინც წაიკითხა ყველა თავის მატრიცაზე მოერგო. ბევრია ესეთი რომელიც სენტენციებიც მაქვს ბევრი რაღაცები. მაგალითად, მით ნაწილი მაგასეთი სენტენცია ავყიობა ყურის დაავადება. ყრუ ბილს სიტყვა ბილს სიტყვაობა არ არსებობს. ბილს სიტყვა კაცმა თუ არ გაიგონა, იმის თვითონ სინთეზირება არ შეუძლია. ესმის ასიასე. კი ბატონო. ღმერთი თუ გწამთ. წამს. სად არის თქვენი ღმერთი? გულში? ჩემთან. ბიბლია თუ გაქვთ წაკითხული? ბიბლია იმ კონტექსში, რა კონტექსშიც მე დავძლიე, თორე ბიბლიის წაკითხვა მექანიკური პროცესი არ არის. ბიბლია ძალიან დიდი თემაა, წიგნთა წიგნია და მე ის მაგალითიც მომყავს ერთხელ, როდესაც უყურებ გაეროს ერთ-ერთ ხტომას და მაშინ ირანის პრეზიდენტი იყო აჰმადინიჯადი. ეს ძალიან ისეთი კაცი იყო
რთული კაცი ძალიან და 8 წელი პრეზიდენტა და ერთხელ ხედავთ ტრიბუნალზე დგას და რაღაცა უნდა დაუმტკიცოს შესავალს აკეთებს. ერთხელში უჭირავს ბიბლია და ერთში ყურანი. ასე აწია ორივე და ყურანზე ამბობს ეს ამის შვილიაო. ბიბლიაზე მიუთიტა, რომ ყურანი ბიბლიის შვილიაო და ეს იმას ნიშნავს, რომ წიგთა წიგნია მართლა. იქ არის ყველაფერი. იქ არის მოცემული ყველაფერი ხსნაც, იქ არის საკუთარი თავის გაკვეთილი აბერირებული სარკეც, სწორი სარკეც, დაბზარული სარკის ნაწილში ჩახედვაც, სულიერების განწმენდის გზა, იქ არის სულის ხელში პროტესტის დროს გამოსვლის ვალდებულებები, იქ უამრავი რამეა, მაგრამ მაგალითები და ეს რეალობაა. კი ბატონო. კანონს ხშირად არ ყვევთ? შეგნებით პროტესტის ფორმით დამირღვევია მაგრამ ყოფილა რომ მაგრამ მოსკოვში იყო ერთხელ ასეთ შემთხვევა მე მაშინ ჩემი ახალგაზრდობა მოსკოვში ჩვენ სხვა კი გასვლებზე კი დავდიოდი მაგრამ ძირითადად როდესაც ისე მოსკოვი ან ლენინგრადი ან კიევი ან ოდესა რა ვიცი ხარკოვი ერევანი ბაქო ეს ხო ჩვენი არეალი სადაც მოძრაობდით ზოგი ბიშკეკში დადიოდა და მე ტაშკენტში იყო ასეთიც ტაშკენტში ნამყოფი მიწისძვრის დროს ახალგაზრდები ვიყავი და 68-ში მიწისძვრა მოხდა 79-ში ჩვენ ჩავედით გუმანიტარული მისიით იქ ვეხმარებოდით მოწაფეები სკოლას მომთავრდით ის პერიოდი იყო ესეც მახსოვს ეს ესეთი იდეოლოგია იყო მაშინ იმ სისტემაში. და ერთხელ მახსოვს სტადიონზე თბილისის დინამო ეთამაშება მოსკოვის ტორპედოს და მაშინ გაზაფხული შემოდგომის სეზონები იყო და ჩვენ მოგების შემთხვევაში პირველ ადგილზე გავდიოდით. ფრეს შემთხვევაში კი მესამე ადგილით გვაყოფილდებოდით. და მსაჯმა გოლი არ ჩაგვითვალა, აბსოლუტურად დამსახურებული გოლი. ჩემი ძმაკაცები თამაშობდნენ, დავთოქებიანი ვაგუცე. ეს ის გუნდია, რომელიც ჩემი თაობარი და რომელიც ყველა თაობას ჯობდა იმ პერიოდში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის. ეხლა მე 13 წელს აი თუმცა იმათაც გამოედრებოდა. და დამავისდა ყველაფერი. და პოლიციელს რომელიც იდგა რატომღაც იმიტომ რომ ჩვენ ქართველები 4 კაცი ვიყავით სულ აქ ტრიბუნა სულ რუსები იყო ამ პოლიციელს ჩუდი სამხრეთში და მის მოგლეჯა და იმახსოვს შვილმა თავს ნუიყავ ნიგუბისი და მის თავს ნუიყუპავ იმიტომ პოლიციის ფორმაზე მასვეს გაემწოვებინა ეს ფორმა 3-დან 8 წელი იყო ამიტომ იმ კანონს ვარღვევდი მე მაგრამ ვარღვევდი იმ ემოციაზე არ ვიცი ყველა ესე გააკეთებდა ჩემს ადგილზე ცალად რა ვიცი თუ ეს კანონის დარღვევა და ვარღვევდი შეგნებით პროტესტის მაგრამ თუ შეუგნებლივაც შეიძლება მოხდეს ადამიანმა კანონი დაარღვიო ამისიდან დაზგული არ ხარ ამიტომ ორი რამე რომელსაც ადამიანი ვერ ფლობს ინფორმაციას თავისი ჯანმრთელობის შესახებ და იმ მარცხსიგის გარემოში ცხოვრებას ამიტომ ადვოკატი მოიგონა ღმერთმა და მოიგონა ექიმი ის სულიერების და ქცევის ნორმების გამსაზღვრელია და გვერდზე გიდგას და კაი რამეს გირჩევს და მეც არაფერს სულს არ გირჩევ როგორც ექიმი იმიტომ ჩემი გამოცდილება მეუბნება რომ არის 2000 სიმპტომი 800 სინდრომი ესენი ყველა შენი მტრებიან შეიძლება კომბინირებულად მოვიდნენ მე რაც ვიცი ამ ისტორიას გიცილადებ შეგაიარაღებ და შენ ჩემთან ერთად მებრძოლად გახდი ეს არის ექიმის დანიშნულება ამ შემთხვევაში კანონთან დარღვევის ბატონო რომელი პოლიტიკოსის და ექიმის საუბარს მოისმენდით ლამაზ ქალებზე პოლიტიკოსის მოქმედს ხო? თუნდაც არა მოქმედს, თუნდაც არ იყოს ცოცხალი ისე ჰიპოთეტურად. სიმართლე გითხრა ძალიან დამაინტერესებს კენედის აზრი. აი კენედი და რომელი ექიმის საუბარი? კენედის საუბარი ჟორდანიასთან. ერთი იოსებ ჟორდანია იყო ასეთი გენიალური ფიზიოლოგი, გინეკოლოგი, რომელიც საქართველოში ნოვატორი იყო და საქართველოს მართლა პირველ ადგილზე იყო მაშინდელ ევროპაში ადამიანის გენერაციული ფუნქციის შესწავლის საკითხთან დაკავშირებით. და ამას ფლობდა საქართველოს ამ უპირატესობას, დღესაც არ ჩამოსულა ქვევით, ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გაზარდა და მე სკოლა განვითარდა და დღესაც ბევრი ადამიანი გასავშიდა. აი ეს მაინტერესებდა. ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, პრეზიდენტი რო გახდა მანამდე რა ურთიერთობები ქონდა ქალთა სამყაროსთან ეხლა მე ინფორმაციას ისეც ვფლობ, რასაც მაწოდებენ, ხო მისთანამ არ მიცხოვრია, მაგრამ ბევრი საინტერესო რამ არის მის ცხოვრებაში. თუ ნარკოტიკების მოხმარებიდან დაწყებული ქალებთან ურთიერთობით და აი ამას როგორ შეხედავდა, როგორ აღსარებას ეთყოდა ადამიანის გენერაციული ფუნქციის და მე ეს რას ურჩევდა. ეს ჩემი საინტერესოა, იმიტომ ის ახალგაზრდა იყო მაშინ და ეს ხანში შესული. აი ეს იქნებოდა ორი თაობისა და ორი სხვადასხვა პროფესიის კავშირი. ცუდი არ იქნებოდა ეს აი შენ ფორმატში გაჟღერებული იყო ასე, სადაც მრავალთაობიანი მაყურებელი ეყოლებოდა. კი ბატონო. ვინ არის თქვენი აზრით ყველაზე სექსუალური ქალი ქართველი? ხო, აი ამ თემაზე, როცა შენ სხვას კითხვას უსვამ ხოლმე, ყოველთვის ჩემთანს უსვამ მე იგივე კითხვას და ამას ვერ ვიტყვი, რატო უყურე? ჩემთვის ყველა ქალი ლამაზია.
მე ქალს უყურებ მხოლოდ ერთი კუთხით, დადებითი კუთხით. მე მაშინ ვიღაცა რომ აი შეხედე იქ რა ის რაღაც სუდათ აქ დავუშვათ კუთუთო ჩამოწეული დავიან აქ მე იქიდან მეორე ხიდან უნდა დავინახო და სინემაზე დავინახო. მე ესე ცხოვრობ, იმიტომ რომ ქალის მიმართ, ნებისმიერი ქალის მიმართ, მაგ ქალის სიყვარულის მატრიცაზე როცა დაждდება, ხო გინახავ სიტყვაზე გარედან შეხედავ, როგორი კაცი მოდის და შედარებით არა მასთან არ შეხება მაშინ. მაგრამ შენი თვალით, აბა შეხედე იმის თვალით, ვინც 7 მილიონიდან 3 მილიარდ ნახევარ ქალებში ეს არჩია, ეს მისი მატრიცაა. ამიტომ ეს სილამა ეს მატრიცაზე უნდა დაждე. იმიტომ ეს ერთჯერადი აქტი არ არის. გასოფელინიც როგორ აქვს კაბინეტის ღამეებში ის სხვადასხვა ტიპის ქალები არიან, ღამის პეპლები ხო არიან და ჩამოივლის და ზოგი იმას ირჩევს, ზოგი მსუქავს, ზოგი ამბობს. ეს მის მატრიცაზე, მის ხასიათზე, მის განწყობაზე. ამიტომ ამის შეფასებას ვერ ვაძლევ ჩემ თავს ამისუფლებას, იმიტომ რომ ეს კითხვა მუდმივად არის ჩემში. რატო? ეხლა რომელს შულს ეთქვი რომ ულამაზო დედაკავს? ორი სასწაული კაცის საუბარს ხო სახელებს არ დავასახელებ. ორი დიდებული ბუმბერაზე კლასიკად ქცეული ადამიანი, ერთი გარდაცვლილი, ერთი ცოცხალი. და ერთი მეორე შეუნება. ყველაზე ლამაზი ქალიო, მე თუ მკითხაო, ყველაზე ლამაზი ქალიო, დედამიწაზეო, დედა შენიაო. პაუზა, დედა ჩემი შემდეგო. გასმის შულს როგორ აგადე, ან მეუღლეს ქმარს, რომელსაც მეუღლე რომელს ღამერო ძინავზე იმის სუნთქას ვაყურადებს, რომ უყვარს გესმის როგორ და იმას უთხრა რომ ის მეორე ქალი ჯობია. თუმცა არის ასეთი რამეც შეგიძლია ვიღაცავის საძის ყველაზე ლამაზი ქალიო, ხო იცი რომ ეკითხებიან მე ეს ანეკდოტია, საძის და უცხო მანქანაში. ლამაზი ქალი უცხო მანქანაში, ხო? აი წიგნის ან ფილმის გმირი თუ შეყვარებიათ ახალგაზრდობაში? წიგნის გმირის იცი რა არის მე ხლა რამოდენიმე ხნის წინ ძალიან საინტერესო ადამიანთან მქონდა ჩაწერა დიდებულ კინოხელოვანთან, დიდებულ რეჟისორთან და ფილმებს ვარჩევდით რაღაცაზე მედიცინისა ფილმის შეზავების კუთხით ხო განხილული და სულ იმას ვფიქრობ რომ წიგნის გმირი შეიყვარო კინოდან ნანახი სხვა არის და წიგნიდან უშუალოდ შენ მიერ შექმნილი პერსონაჟი შეიყვარო სხვა არის. იმიტომ ის რეჟისორის თვალი დანახული ღირსება შემკული გმირია და აქ შენ ქმნი ამას, ეპოლეთ შენადებ, ხო? კი, წიგნის გმირები შემყარებიან. აი რომელი? პატივი მიგია წიგნის გმირებისთვის და აქაც ასეთია, მე წიგს ერთხელ არ ვკითხულობ, ჩემ და სამწუხაროდ საბედნიეროდ არ ვიცი. მე ეხა ნაკლებად მაგის დრო არა მაგ ეს დიდი შეამონება, ჩემთვის ძალიან დიდი შეამონება რომ წიგს დაუბრუნდე. რომელი შეგიყვარდათ? მუშნი ზარანდია. აი თქვენთვის რა არის გარყვნილება? როგორი ადამიანია გარყვნილი? ერთი ლექსი მაქვს. ცუდი და კარგი ერთი ბარგია. რადგან ზოგისთვის ცუდი კარგია. ჩემი სიკეთე მას რა დარგია, რადგან მას ყოფნის მისი დარდია. ეხლა უყურე აქ როგორ შევაფასო ეხლა მე რასაც მე ვიტყვი ამ წუთას გარყვნილებად ეს არის ჩემი ხედვა მხოლოდ. და მეორე ის ასე როგორ ამას ვერ შეაფასებ ჩემს საპირისპიროდ. აი უმრავლესობა რომ ხარეს დადგება ამ შერის მექანიკური პროცესი ხო არა მე ხوار დავავალდებული ვინც არ დამიჯეს ხო დაკვრიტა ნებელობით უნდა დადგეს და ის აღმოჩნდება ამ შემთხვევაში რაოდენობად კლებით ნაწილში აი ზოგადი ნორმებიდან ბიბლიაზე დაგნებითა და 10 მცნებიდან გამომდინარე მე ჩავთვლი ის არის გარყვნილება ამას ბევრი ლაპარაკია და ვინ დაიწყო ომი 2008 წელს ომი ხო, ომის თემა ეს ისეთი თემა, რომელსაც მე ცალსახად ვეხმაურები და ვეხმაურები მხოლოდ ერთი მიმართულებით ისტორია მაძლევს ამის ზურგს. საქართველოს არასოდეს სვის ტერიტორიაზე არ გადასულა ომია. არასოდეს. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ლაშა გიორგი დაიბადა, ხარგზელებმა ჯარი დაძრეს ინდოეთის მიმართულებით. თამარმა უკან იხმო. ჩვენ არ გვეკადრება სვის ტერიტორიაზე ძალმომრეობით შესვლა უთხრა. არასოდეს ქართველს სვის ტერიტორიაზე თვალი არ უჭირავს. ქართველი იმითი ამაყი თუ ვინმე აქ სტუმარი მოუვა და მას აქედან თავის გულს გაატანს. თავის გულს, სიცოცხლეს, თავის გამოცდილებას, თავის სიტყვას, თავის უნდა და ბევრი მე აქ მოსული ძნელად მიდის. სამწუხაროდ მოსულებიც კი აქ ჩებოდნენ შეიძლება და ქართულ წესადაზე მოდიოდნენ, ჩვენ გულზე ექცეოდნენ. ეს ძალიან კარგი თვისება ქართველს და ის სვის ბრძოლაში თავს დადებს შეეწირება რამდენი გმირები არსებობენ, გინდა აღმოსავლეთში, გინდა ოკეანის გაღმერთში, გინდა ევროპაში, ქართველები, ერთი ქართველი 1000 კაცის საკეთებელ საქმეს აკეთებდა და ბოლო-ბოლო კონცენტრაციას აკეთებდა
იმ იდეის სადაც ის იყო. ამიტომ ომს ქართველი არ იწყებს. ეს სალსახარი. ომი საქართველოს არ დაუწყია. ომი დაიწყო რუსებმა. დაიწყო რითი? ომი ხარაშია საქმე. ომი ძალიან რთული თემაა ომის თემა. ომი არის ესეთი მაპროვოცირებელი, იმას უნდა რომ შენ აგაგდოს. გამოგიყენოს გემორები. აი მან ორ კაცს ერთს გასაგული აქვს, მეორეს ეჩხუბოს პირველი დაარტყას. მაგრამ უნდა დაარტყას. თუ მან დაარტყა წააგებს. და იმისათვის რომ ეს საბაბი მიეცეს რომ დაარტყას, იმას ისე სიტყვებს ეთქვის. ხო, საფასუხო რეაქციაზე პირდაპირ უკვე აღარ პირდაპირ დარტყმა მოდის იშვიათად არის რომ უთმელად დაარტყა. ასეც ხდება ქუჩაში გარჩევის დროს, მაგრამ რუსებმა ეს შეძლეს. მაპროვოცირებელი ფუნქცია შეასრულეს და თავისი ომი პროვოკაციით დაიწყეს. მათმა დაიწყეს ომი. როგორ ამხელა ტანგები შემოვიდნენ, როკი გამოიარეს. ჯერ თავი დავანებოთ, ჩვენ იქ ჯვარედინის სოფლებია, იქ ძალიან საინტერესო განლაგება იყო, დღეს უკვე ჩვენი სოფლები არ არის, სამწუხაროდ მიწისაგან პირისაგან არგვილია, მაგრამ ისინი ამას ბომბავდნენ. იმას იქ დამიზნების სროლა იყო. იქ მე რა ვიცი 2-3 შემთხვევა სახში როცა ზეიმია და ამ დროს ოჯახისებს კლავდნენ. გესმის ეს რა, აი ეს იყო საშინელება და ომიც ამ ფორმით დაიწყეს და მე დააგვირგვინეს იმით რიცაც დააგვირ თბილისი დაბომბეს. თბილისში ბომბი ჩამოვიდეს რუსებმა. გესმის რუსების უპატიე ხა მე რუსებს აფხაზებს არ ვაპატიებ. თბილისში მე იყო 92 წელს ვაპატიებ. არასოდეს რუსებს როგორც ეროვნებას კი არა, რუსებს ეს ისტებლიშმენტს ხას ეხლა აქ პუშკინი და ლევენტე აფეშუაში არ არის. ხო ამიტომ ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც ამაში ნებსით თუ უნებლიეთ გარეულია, ან იმ პოზიციას იცავს, ან ერთხელ მაინც გააჟღერებს, ქართველები მართლები არ არიან ამ შემთხვევაში და ან ვიცავდით ეროვნული უმცირესობის აფხაზები ჩემი ძმები არიან, ჩემი საკუთარი ნაწილია ცხოვრების, ჩემი სისხლი და გენია და მე მათის ოჯახის წევრი ვარ, ჩემი და შენ რას მირჩევ საქმეს აქ? გინდა იქ ააბუნდო, ჯერ ძალიან დიდი ისტორია. რუსებთან ჩემი შერიგება ვერ მოხდება. კი ბატონო. საკუთარი თავი თუ გაგონებთ რამე ცხოველს ან ფრინველს. მე ულტრაბგე დიაგნოსტიკას ხელმძღვანელი. მთელი ცხოვრება დაულებითი დიაგნოსტიკა არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ულტრაბგერა ესეთი ფენომენია, სასწაული ფენომენი, რომელიც გაივლის ყველა წინამდებობას თავისი სხვანაირი სიჩქარით. ყველასი გაივლის თავთავისი სიჩქარით. ან ისე აირეკლება იმისი სიხისიდან გამომდინარე. ანუ სიჩქარე სიძეს, ეს აქ მღამურები ესე დაფრინავენ. შუქი არა. დელფინები ესე დაცურავენ და ძალიან ეს არის ულტრაბგერა არის საკომუნიკაციოც გენიალური კომუნიკაცია ულტრაბგერას. მაგრამ ორი დელფინს გამოსდა მოუსხეს. შუად გაყოფილი, ერთმანეთს ვერ ხედავენ და მარტო წყალი აერთიანებთ. და ერთ დელფინს როცა ციტაზე დააჭერს დენი ურტყამს და წვანეზე საჭმელს და მეორე დელფინს არასოდეს ციტაზე არ დაუჭერია. ამან ერთხელ გამოსცადა რომ აქ ციტაზე დააჭერა დენი მოხდა, მეორეს გადასცა ულტრაბგერით კომუნიკაცია რომ არასოდეს ციტას არ დააჭირო. დელფინები ესეთი ადამიანზე ძალიან ბევრი აქ დეპუტატებმა ვერ დაიმახსოვრეს. ხა ხდება ლაპსუს ლინგვისი არ იყოს. და მე ულტრაბგერა მე ფეხი მოიგიდა როგორ დიაგნოსტიკურმა საშუალებამ, საქვეშაო ლოკაციების აღმოსაჩენად, დეფექტოსკოპიაში, მე შემოვიდა მედიცინაში და ყველაზე ფეხი მოიგიდა მიანობა გინეკოლოგიაში და როდესაც ამის ისტორიას გავეცენა, მე შრომებს წერდით, ბევრი შრომები იწერებოდა, დისერტაციის მასალა იწერებოდა, ლიტერატურული და სულ ფიქრობდი, ვინ საათ მე ღამურა ვიცოდი აგაგიწერეთლის და ესეთ უარყოფით გვინდა თქონდა წარმოსახული. ღამურა თაგვი, რომელმაც არიკადრა სოროშხობნა, იქ გავფრინდები, მე აფსიკ არცაკ და მაგრამ მივხვდი რომ ღამურა გენიალური არის თავისი ამ თვისების მატარებელი და ამითი სარგებლის მოტანა შეუულია. მე ღამურადან გადავედი დელფინზე და შევადარე ჩემი თავი, ახლა ფრენა მე არ ვიცი, სულ მოვიცი. და დელფინებთან ურთიერთობა ძალიან კარგი მქონდა, კარგი გაგებით. ლიძავაში მე მეჯვალეს ჩემი ძმას მეჯვალე მე გახდა, ჩემი ძმა ვანიკო ნემცაძე ციზბინადარია. მე სოხუმში მაქვს სახლი, იმას ლიძავაში და ხან ჩემთან ვიყავით, ხან იმასთან. და ლიძავაში კიდე სამეგობრო ყავდა, რომელსაც დელფინების გაცვლა პროფესია იყო მათი და ამ დელფინებთან მეგობრობდით ჩვენ. ვოლიერში არავის ავიშვებდნენ, ისინი წვნის დროს ჩვენს გარდა, მე და ვანიკოს გარდა და დელფინებს არ ვიყავთ ნავსვამი ადამიანი საერთოდ. ორი ადამიანი ვიყავით, მე და ვანიკო, ვისაც ღვინოს ყვატიობდნენ. რო ჩახდებოდი ვოლიერში, ისინი გვერიდებოდნენ, კი სხვას ყუთს გაარტყამდნენ, გალახავდნენ. და ჩვენ გვერიდებოდნენ, იმიტომ უყვარდით. და მე მივხვდი რომ ჩემი ცხოვრების წესიც ალბათ ასეთია. მე კუდის გარტყმა არ მიყვარს ხელის და ალბათ დელფინებთან უფრო ახლოს არის ამ თვისებებიდან გამომდინარე. კი ბატონო. ჯერ კვერცხი იყო თუ ქათამი? რთული საკითხია. თუ ჩვენ ვიტყვით ერთ რამეს რომ
ქვერწამავლის კვერცხიდან მე ფრინველის ევოლუცია მოყვა, ქვერწამავალი წინ უძღოდა ფრინველის დაბადებას. ასევე ეს ევოლუციური ნაბიჯია, მაგრამ უცბად გაჩნდება კითხვა ქვერწამავალს ამფიბიამ უნდა დაულოს, ამფიბია თევზზე თევზ კვირითი აქვს, თევზი. მოკლედ ეს ევოლუციური საკითხია, გამოუცნობი, მაგრამ ჩვენ თავში ჩატეული ერთი სურვილით, რომ პრიმატის დადგენაში დრო არ დავხარჯოთ. თავარია ფაქტის შედგა და ერთმანეთზე დამოკიდებულები ვართ. უკვერცხოთ მომავალი არ იქნება, მაგრამ არსება რომელიც თავის გავსის წარმოშობას არიზუნებს და ამას ნაყოფიერების ქალღმერთი ფარველობს, ეს არ იქნება. ეს სიმბიოზია, სინერგია, პატრიარქმა როგორც სინერგია უფლისმიერი და ამ გამოცანას ჩვენ ისე წავალთ, რომ ჭეშმარიტების ამ ალაყებს ვერასოდეს ვერ შევაგებთ. კი ბატონო. აი სუფრასთან რო ისხდეთ, რასაყიდველოს დალევდით. მე მაქვს ეს ადრეძელოს მაგ და ჩემი შვილებიც, შვილმისიძეები, ჩემი მეგობრები ამას ხა უკვე ჩემი შვილიშვილები ალბათ იტყვიან. ორი სიტყვა მიყვარს ძალიან დედამიწის სულს და ჩემ მეორე წიგნსაც სათაურად ეს სიტყვები ქვია. მადლობთ ბუდიში სადრეძელო. მადლობა ყველაფრისთვის და ბუდიში თუ სადმე მე ისეთი ვერ იქენი როგორც თქვენ გქონდით აკმული და იქ ვერ შევავსე თქვენი დანაკლისი. ამიტომ დედის სხეულის დატოვების მერე იმ ტკივილისათვის ბუდიში აი როცა დავტოვე სხეული და ის ტკივილი მოსანელებელი დაუტოვე. და მადლობა ყველაფრისთვის რომ ეს აი მადლობა შენ მაგალითად აქ მისათვის რომ აი აბსოლუტურ ნირვანაში თავისუფლად ვიგრძენი თავი, იმიტომ რომ ის ყველაფერი რაც მინდოდა მე თქვა აი იმ შენ ძალიან კარგად დაგონილო ჩამოყალიბებულ კითხვებზე ამის საშუალება მომეცა. აი ეს ხომ თითქოს არაფერი მას სიცოცხლეში ნათქვა მადლობას დიდი ფასი აქვს. როცა სულებს დააწევ მადლობას, კი ესეც კარგია, დივალის მოხდა, მაგრამ ცოტა დაგვიანებულად მიმაჩნია. სიცოცხლეში ნათქვამი მადლობა 1000-ჯერ უფრო ძლიერია. ასევე ბუდიშის მოხდა სიცოცხლეში. და როცა კაცს შეუძლია ეს გააკეთოს თავის ცხოვრების მანძილზე, იმ გამოცდებისთვის გაუულია, რაც გამოცდისთვის დაბადა უფალმა ამ ქვეყანაზე და უბანი გავლენს ამ ქვეყანაზე სიკეთის საკეთებლად. ძალიან დიდი მადლობა რომ მოგზანდით, გისურვებთ წარმატებებს.